საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ნიკო ნიკოლაძის სახელობის ჟურნალისტური პრემიის ორგზის ლაურეატი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემიის ლაურეატი ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში განსაკუთრებული წვლილისთვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. ეს არასრული ჩამონათვალია იმ წოდებებისა, რომელიც სოხუმელ ჟურნალის თენგიზ პაჭკორიას ეკუთვნის. მას ახლახან დაბადებიდან 60 და ჟურნალისტური მოღვაწეობის 40 წელი შეუსრულდა. თენგიზ პაჭკორიამ უამრავი თბილი მილოცვა მიიღო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთიდან, სპორტსმენებისგან, კოლეგებისგან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანისგან. მოგესალმებით ბატონო თენგიზ, ბელარუსიიდან, ჩემს ვაჟთან ერთად 21 წლის მეკარე ავთანდი ლაბაძე, რომელიც გამოდის ბელარუსიის ჩემპიონატში. გილოცავთ 60 წლის იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას. უახლოეს მომავალში დაბრუნებულიყავით თქვენს მშობლიურ სოხუმში. ბატონო თენგიზ, გილოცავთ 60 წლის იუბილეს. მიამაღება რომ ვისნოთ ერთმანეთს და ძალიან მოხარული ვარ რომ ასეთ დიდ ყურადღებას აქცევს სპორტის პოპულარიზაციას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში. ბატონო თენგიზ, გილოცავთ 60 წლის იუბილეს და ეს არის მრავალს. მინდა მოგილოცოთ თქვენი 40 წლიანი ჟურნალისტური კარიერა. ვიცი ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ სპორტის ყველა სახეობისთვის და მინდა გისურვოთ დიდი წარმატება აგრეთვე თქვენ ჟურნალისტურ კარიერაში. თბილისის დინამოს საფეხბურთო კლუბმა იუბილარს დინამოს ისტორიის პოპულარიზაციისთვის და ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა. მინდა ბატონ თენგიზ პაჭკორიას იუბილეზე გადავცეთ მადლობის სიგელი ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის და ასევე დინამოს ისტორიის პოპულარიზაციისთვის. დიდი მადლობა დინამოს სახელით. დიდი მადლობა. გადავცეთ მადლობის სიგელი. მადლობა დინამო თბილისის კლუბის პრეზიდენტს და თერთად დინამო თბილისის ადმინისტრაციას და თქვენ პირადად. თენგიზ პაჭკორიას საიუბილეო თარიღი მიულოცეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დევნილი ჟურნალისტი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ოლიმპიური მედლით დააჯილდოვა. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა თენგიზ პაჭკორიას მორიგი პროფესიული აღიარება მიულოცა და სპეციალური საჩუქარი გადასცა. პირველ რიგში მიულოცა საიუბილეო თარიღს, 60 წელი შეუსრულდა ადამიანმა, რომელიც 40 წელი ჟურნალისტიკაში დაყო. ეს არის ერთ-ერთი პოპულარული პიროვნება საქართველოში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იციან. ნებისმიერ ღონისძიებას ესწრება, ნებისმიერ ღონისძიებას უნდა წარმოაჩინოს თავის ქვეყანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაამხნევით ჩვენ სპორტსმენებს, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა სულთნ ბატონ თენგიზ და ჩვენ დღეს ვაჯილდოვებთ ოლიმპიური მედლით ამ ღვაწლისთვის. პატრიოტი ადამიანია და არც შეუწყვეტია სოხუმთან ურთიერთობა, უბრალოდ ფიზიკურად არ არის იქ, თორე ყოველ დღე რა თქმა უნდა იღვიძებს სოხუმის სიყვარული და სოხუმის სიყვარული აუცილებლად იქნება დრო, როდესაც თავისუფლად შეიძლება სოხუმში ჩასვლა და მოღვაწეობა სოხუმშიც. პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა მივულოცო ბატონ თენგიზ იუბილე, დღეგრძელობა უსურვო და გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ფიგურული ციგურაობის სახელით, მთელი ჩვენი გუნდის სახელით და ვფიქრობ შემიძლია თავისუფლება მივცე რომ ქართული სპორტის სახელითაც, იმიტომ რომ ბატონ თენგიზი არის ქართული სპორტის უდიდესი კომაგი, ყოველთვის არის მნიშვნელოვანი ჩემპიონატების ეპიცენტრში, ამხნევებს ჩვენს ქართულ სპორტსმენებს, ჩვენი გუნდის სახელით გადავეცით ბატონ თენგიზ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების ფორმა, რა თქმა უნდა, სოხუმის წარწერით. დიდი მადლობა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლეგენდარულ სპორტსმენს ლერი ხაბელოვს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრებს იმისათვის, რომ ასე ლამაზად დააფასეს ჩემი მრავალწლიანი მოღვაწეობა, რომელიც მიმართულია სპორტის მხარდაჭერისთვის, მოღვაწეობა, რომელსაც მე დიდი ხანია ვეწევი სამი მიმართულებით. პირველი სტატიებით და რეპორტაჟებით, მეორე გულშემატკივრების, ბიზნესმენების და დიპლომატების მობილიზება სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს სპორტსმენების მხარდასაჭერად და მესამე იმ მიმართულებით, რომ ვცდილობ ვუბიძგო ბიზნესმენებს, კომპანიებს, სახელმწიფო მოღვაწეებს უფრო მეტი ინვესტიციები და უფრო მეტი პროექტები განახორციელონ სპორტის მხარდასაჭერად. აგრეთვე მინდა დიდი მადლობა უთხრა საქართველოს ფიგურული ციგურაობის
პრეზიდენტს, ცნობილ მოციგურავეს ქალბატონ მაკა გიორგობიანს, რომელმაც ძალიან ორიგინალური ჯილდო გადმონცა. თენგიზ პაჭყორიამ სრულიად ახალგაზრდა ჟურნალისტური საქმიანობა მშობლიურ ქალაქში დაიწყო. აფხაზეთის ომის ტრაგიკულ დღეებშიც იგი ერთგულად ემსახურა თავის პროფესიას და საკუთარ ქალაქსა და ქალაქელებზე ქართულ და უცხოურ მედია საშუალებებს ოპერატიულად აწვდიდა მასალებს. სოხუმზე იერიშის მიტანა შეეწირა მამამისის ბოჩია პაჭყორიას სიცოცხლე და მამა პაპისეულის სახლი თავად თენგიზმა და დედამისმა ნანული ქაჯაიამ მრავლობითი ჭრილობები მიიღეს. ომის შემდეგ თბილისში ქართულ და უცხოურ მედიაში აქტიურად აგრძელებს ჟურნალისტურ მოღვაწეობას. დევნილ ჟურნალისტ საზოგადოება არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმით იცნობს. ამ მშვიდობიანი აქციით, რომელიც თენგიზ პაჭყორიამ მისი ყოველდღიური ცხოვრების წესად აქცია, იგი ყველა ქართველის სათქმელს ამბობს, ის რომ აფხაზეთი საქართველოა. აღსანიშნავია, რომ სოხუმელმა ჟურნალისტმა ეს გაბედული ნაბიჯი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის მსვლელობისას პირდაპირი ტრანსლაციის დროს გადადგა. მან მილიონობით მაყურებლისა და ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინაშე აღმართა პლაკატი სოხუმი საქართველოა. მას ნახავთ ყველგან საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ტურნირებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე მუსიკალურ კონკურსებზე. როგორც სოხუმელი ჟურნალისტი ამბობს, ამით იმ ტკივილს ეხმაურება, რომელსაც 25 წელია ატარებს და ხაზს უსვამს საქართველოს ერთიანობას. საერთაშორისო საზოგადოებას კი შეახსენებს აფხაზეთის პრობლემას და ისტორიულ სიმართლეს. ჩემი ცხოვრების უმთავრესი მიზანი ამოცანა არის საქართველოს ერთიანობის დაფიქსირება ყველგან, სადაც მე შემიძლია, მშვიდობიანი ბრძოლა იმისათვის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ სოხუმში და საქართველო მშვიდობიანად გაერთიანდეს. მე მჯერა ამისა, მოვა ამის დრო აუცილებლად. სოხუმი საქართველოა. თენგიზ პაჭყორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ დააჯილდოვა. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი საპატიო მისია ვაჯილდოვეთ ბატონ თენგიზ პაჭყორიას, რომელიც არის გამორჩეული მოღვაწე და ძალიან მოხარული ვარ, რომ გვაქვს ეს შესაძლებლობა, რათა მიულოცოთ ბატონ თენგიზს და იმედი გვაქვს, რომ ბატონ თენგიზი იგივე მონდომებით, იგივე მასშტაბით გააგრძელებს თავის მოღვაწეობას. დევნილი ჟურნალისტის ბიოგრაფია და მისი ღვაწლი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებასა და სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილია სამინისტროს მიერ გამოცემულ წიგნში აფხაზეთის სპორტი.